მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ხართ აქ ეხლა ამ სივრცეში ჩემთან ერთად, ვინც უყურებთ ვიდეოებს, ვინც მილაიქებთ, მათ ვინც გამიწერთ გვერდი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. აი არასოდეს არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით თქვენს მიმართ. და ამასთანავე, ვისაც არ გაქვთ გვერდი გამოწერილი, თუ დაინტერესებულები ხართ ზოგადად ეზოთერით, ტაროლოგით, ტაროს გაშლებით, გამიხარდება თუ გამოიწერთ გვერდს. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება ნოემბრის თვეზე. უფრო უშუალოდ რა ვთქვათ, ნოემბერში პირადი ურთიერთობების ამბებს მიმოვიხილავთ. ძირითადად ეს გაშლა გეხებათ მათ, ვინც ხართ ურთიერთობაში, ვისაც გყავთ პარტნიორი, ან შეიძლება იყოს, რომ ახლახანს ან დასრულდა ურთიერთობა, ან რაიმე გაუგებრობა არის, არეულობა არის ურთიერთობაში და ზოგადად განვითარებას ვნახავთ, ხო აქ რა როგორ განვითარდება, უშუალოდ მხოლოდ აი აქ ნოემბრის თვეზე გვექნება საუბარი. მათ ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ ჩემთან, მომწერთ პირად შეტყობა იუნებაში, Facebook-ზე ან Instagram-ზე. ასევე შეგახსენებთ, რომ Facebook-ზე ყოველკვირეულად იდება გაშლები, კვირის მიმოხილვის, ფინანსების, პირადი ურთიერთობების ცალკე. აქ ძირითადად უფრო დიდ და სრულ ვიდეოებზე ვმუშაობ და იქ უფრო ბევრ აქტივობებს ნახავთ, ანუ Facebook-ზე და Instagram-ზე. ასევე ყოველდღიური არკანებით შეგიძლიათ ნახოთ ჩემს Instagram გვერდზე და ვინც დამეგობრდებით, ძალიან გამიხარდება. მოკლედ, ჩვენ როგორც ყოველთვის და ტრადიციულად გვაქვს 5 ვარიანტი, 5 შესაძლო ვარიანტიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი კონკრეტული ვარიანტი. როდესაც შერჩევის პროცესი დაიწყებთ, ხელები და ფეხები არ გადააჯვარდინოთ ერთმანეთს და მთლიანი მოსმენის პროცესში კარგი იქნება თუ ხელებსა და ფეხებს არ გადააჯვარდინებთ ერთმანეთს, იფიქრეთ თქვენს პარტნიორზე და ინტუიციურად რომელი არკანიც დაგიძახებთ, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მიგიზიდავთ, შეარჩიეთ ის ერთი კონკრეტული. იმედი მაქვს, რომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ერთი კონკრეტული ვარიანტი. მე ახლა ცოტათი ზევითავწევ აი ამ დანარჩენ არკანებს და დავიწყოთ პირველი ვარიანტის წაკითხვა. მათ ვინც შეარჩია პირველი ვარიანტი, იმედი მაქვს, რომ კარგად ჩანს. მოდი ესე გავუშალოთ, რომ უფრო კარგად დავინახოთ, უფრო კარგად ვიმსჯელოთ. მოკლედ, 6 კითხვა გვექნება რეალურად აქ, 6 არკანიანი გაშლა არის და საკმაოდ ვრცელი იქნება და ინფორმაციული იქნება და აბა მე გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდება თქვენ შემთხვევაში, როგორ მოგეწონებათ. ესე თუ ის ვარიანტი, რომელსაც შეარჩევთ. მოკლედ, პირველი რეალურად კითხვა არის ის, რომ ურთიერთობის სიგნიფიკატორი რა იქნება ნოემბრის თვეში თქვენთვის და აი ამ პირველი არკანიდან თავისუფლად შემიძლია ვიმსჯელოთ. საკმაოდ რთული იქნება ნოემბრის თვე თქვენთვის, აი დათმობებზე წასვლა, სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა, მდგომარეობის დალაგება იქნება, აი ყველაფერი იქნება გართულებული. ადრე თუ რაიმე კონკრეტულ ერთ სიტუაციას მარტივად დალაგებდით, მარტივად აგვარებდით, აი ამ თვეში მაინც ყველაფერი გართულდება, გაჭირდება. ეს შეიძლება ოქტომბრის ნახევრიდანაც მოყვეთ ეს სირთულეები, თუმცა თუ ეს ოქტომბრის ნახევრიდან არ მოყვებათ და ყველაფერი აქამდე დალაგებული იყო, სადაც სამწუხარო ინფორმაცია არის ის, რომ აი სირთულეები იქნება რა, ძალიან რთული იქნება. ზოგადად ახლა ჩვენ ისეთ ფაზებში გადავდივართ, რომ ემოციებიც უფრო მატულობს და პირადშიც უფრო მდგომარეობები რთულდება და ეს არკანიც მაგას მიდასტურებს, რომ ნოემბრის თვე თქვენთვის იქნება ცოტათი რთული, დათმობებზე წასვლის ამბავი გაუჭირდება პარტნიორს, აი სულ რაღაცა კამათი იქნება დაძაბულობა, ერთი რამე დიდი სირთულე კი არ მოდის, რომ წრული კამათები გაუგებრობები, უსიამოვნებები გუჩვენს მოკლედ აქ. რა სჭირდება პარტნიორს თქვენი მხრიდან? ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე სჭირდება, სიმართლე რომ გითხრათ, აი რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს არის, რომ არაფერი არ სჭირდება ეხლა თქვენგან. და რატომ? რეალურად ვინც ახლა მიყურებთ პირველ ვარიანტში, ყველაფერს აკეთებთ და ყველაფერი გააკეთეთ უკვე თქვენ ამ ურთიერთობისთვის, რაც შეგეძლოთ თუ არ შეგეძლოთ. მთელი თქვენი რესურსი ბოლომდე ჩადეთ აი ამ ურთიერთობაში და აი ეხლა რაიმე საჭიროების მოთხოვნა არც პარტნიორს არ აქვს, იმართლა რომ გითხრათ და აი არც რომ დაფიქდეთ რეალურად თქვენგანაც აი ვერ მეხვდებით რომ რა უნდა გააკეთოთ, მეტი იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, თქვენ რეალურად ყველაფერზე ისვრნეთ და აქ რაიმე საჭიროებების ამბები უკვე ნამდვილად აღარ გვიდგა. რას მოიმოქმედებს ნოემბრის თვეში თქვენი პარტნიორი? ნახეთ, აი არკანზე ახლა ნათლად ხედავთ ეს მამაკაცი, ეს ფიგურა, აი ავთმათი თუ ეს არ ჩანს, დაგანახეთ, რომ ესე ზის. ანუ
არაფრის მოქმედებას არ აპირებს ეს ადამიანი. გაჩერებულ მდგომარეობაში არის, ესე მაინც და მაინც ნაბიჯების გადმოდგმას არ ჩქარობს და კიდევ იმასელდება, თქვენ თუ რაიმეს მოიმოქმედებთ, ხო, კარგი, მაგრამ თვითონ მოქმედებებს ნამდვილად ვერ ვხედავთ. თვითონ რაიმე აქტიური გამოვლინებები ექნება თქვა მას ვერ ვხედავთ. იმ დინებას მიყვება ურთიერთობაში, რაც არის შექმნილი, რაც არის, რაც როგორ მიმდინარეობს. შესაბამისად, მოქმედებები აქ ნაკლებად მოდის. რა იქნება მთავარი დაბრკოლება? აქ ამოგვევიდა მთვარე და მთვარი არის ბევრი ილუზიების, ეჭვიანობების, აი რაღაცა რო წარსულში უკვე განიხილეთ და მორჩა და ეხლა რო ზუსტად ამ ნოემბრის თვეში გამოიჩენს თავს და ამ ნოემბერში რო ამაზე დაიწყებთ, აი ეს მოდის. დაბრკოლებელი არის ის, რომ რაც აქამდე წარსულში შეხვდათ პრობლემა და ნეგატივები, იმას კი წარსულში კერდატობთ, რომ აი ახლაც დაიწყებს ეს ადამიანი ამაზე საუბარს, აი მაშინ მე რო შენ ეს გითხარი, შენ რო ეს მითხარი, ანუ დასრულებული კონფლიქტების ხელახლა წამოჭრას შეიძლება ეს ადამიანი. ეჭვიანობები ექნება ასევე განსაკუთრებით ძაფრად ესე რა ვთქვათ და მოკლედ ძალიან რაღაცა არეულ განწყობებზე იქნება თქვენ თვითონ იქნებით გარკვეულობაში, რომ საერთოდ ეხლა მას რა უნდა, როგორ უნდა, რა სიტყვებს ვერ მიხვდებით, იმიტომ რომ ეს მთვარის ფაზები აშკარად მძიმედ იმოქმედებს მასზე. რაც შეეხება რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ ეს კავშირი უფრო მეტად გამყარდეს, უფრო მეტად დაალაგდეს. ამ ეტაპზე მაინც და მაინც რამის გაკეთება არ არის საჭირო, იმიტომ რომ აი ნახეთ, რაც არ უნდა მოიმოქმედეთ, თითქოს აზრი არ ექნება. თითქოს ეს არის უბრალოდ მძიმე პერიოდი და არ მხოლოდ ურთიერთობისთვის შეიძლება ცალკე აღებული თქვენი პარტნიორისთვის არის ეს რთული პერიოდი, რთული მდგომარეობა და თქვენ ეხა რაიმეს გაკეთება ან გევალებათ ან რაიმეს თქვენი მხრიდან გაკეთება შეცვლის მდგომარეობას თქო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი მაგას. რაღაცას ჯობს რომ აი იმ მდგომარეობაში დატოვოთ ეს ადამიანი როგორც არის, ზედმეტი მხარდაჭერების გარეშე, მესმის ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ჯობს, ანუ მიყვეთ იმ დინებას, რაც არის მშვიდად წყნარად. რატომ უნდა მიყვეთ ახლა ამ დინებას და რას გულისხმობ აქ? ზოგად განვითარებაში ნოემბრის თვეში ვხედავ, რომ აი ნოემბრის ბოლოდან უკვე ნახეთ დაალგებულად წავა სიტუაციები. ნოემბრის პირველი დღიდან დაწყებლია შეიძლება ნოემბრის ბოლო რიცხვებამდე იყოს სირთულე. ნოემბრის ბოლოდან აი უკვე დეკემბრის მაქსიმუმ პირველი კვირა იქნება რომ დაალაგდებით, შვიდად იქნებით. ეს ადამიანიც გაერკვევა თავის ემოციურ მდგომარეობაში და თავის სიტუაციებში. კი, აქ რაღაცა ძალიან დიდი რთული პერიოდები გვიჩანს, მაგრამ ფინალი მაინც ის არის, რომ სიმშვიდე შემოდის თქვენთან, სიწყნარე შემოდის და ყველაფერი ელაგდება. აი, როგორც უცებ ესე აირია ეს მდგომარეობა ურთიერთობაში, ხო? ისევე უცებ მერე დაალაგდება. ეხლა ეს მთლად უცებ არ გამოდის, ერთი თვე არის ცოტა კრიზისული თქვენთვის, მაგრამ ამ ერთ თვეს არ გადააჭარბებს ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეცადეთ, რომ თქვენი ემოციები აკონტროლოთ, არ აყვეთ აი პარტნიორის მიერ ნათქვამ სიტუაციებს და ეცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ ურთიერთობაში. რადგან უკვე ტავრის კარტისგან გაფრთხილებული ხართ, რადგან უკვე მოისმინეთ ეს გაშლა, ამ შემთხვევაში სჯობს ემოციების რაღაცა დასტაბილურება თქვენი მხრიდან. აი ეს იყო პირველი ვარიანტი. მოკლედ, პირველი ვარიანტი სამრჩევლო ცოტათი რთული პერიოდი არის, მაგრამ არ დაგძაბოთ ამ ყველაფერმა აშკარად გამოსწორების ამბებიც გვექნება აქ და აბა გამიზიარეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთვის, არ რეზონირდა, როგორ მოგეწონათ გაშლა. მოკლედ, ველოდები პირველი ვარიანტის სამრჩევლო თქვენს კომენტარს. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტის დაკითხვაზე და ვნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტის შემთხვევაში. და საინტერესო არის აქ ესე ერთი შეხედვით, რაც იკვეთება ნოემბრის თვე, როგორ იქნება თქვენი და თქვენი პარტნიორისათვის, რა ჩანს, რა იკვეთება. კი ბატონო. პირველ რიგში მეორე ვარიანტის სამრჩევლო გეტყვით, რომ სიგნიფიკატორი მეუბნება იმას, რომ აი ამ ნოემბრის თვეში უნდა მოხდეს რაიმე ისეთი ამ ურთიერთობაში, რაც დიდ წიხლს შემოიტანს, რაც უფრო მეტად განავითარებს ურთიერთობას, რაც უფრო მეტად კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. ანუ რეალურად მე ვერ ხედავ რაიმე სირთულეს, რაიმე ნეგატიურ ამბებს, ძალიან დადებითად და კარგად უნდა დაიწყოს ეს ნოემბრის თვე თქვენთვის. მყარი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ურთიერთობებში და აქტიური იქნება თქვენი პარტნიორი, თქვენც ძალიან აქტიური იქნებით მასთან. სიღრმისეული კომუნიკაციები, ერთად ყოფნა, უფრო მეტად ერთმანეთის გაცნობა, შეცნობა, სხვადასხვა მხრიდან დაინახავთ ერთმანეთს,
მათთვის ვინც ამ შემთხვევაში გეტყვით იმასაც რომ ვისაც აი მომწიფებული ვისაც აქვს სიტუაცია რომ დაოჯახების ამბავზე ვფიქროთ არ გამორიცხავ აი ამ მთლიანი არკანებიდან გამომდინარე რომ დაოჯახების ამბავიც უკვე იყოს და შემოთავაზებაც მიიღოთ ну მოკლედ სიგნიფიკატორი არის არაჩვეულებრივი რაც წინსვლაზე მიმანიშნებს რაც ესე ვთქვათ ურთიერთობის დალგებებზე მიმანიშნებს და მშვენიერი თვე იქნება ნოემბრის თვე თქვენთვის რა სჭირდება პარტნიორს? რეალურად თქვენს პარტნიორს სჭირდება ის, რომ მეტად დაუჭიროთ მხარი, მეტად შეაქოთ. აი, როცა რაიმე კარგს გააკეთებ, საჩუქარს გიყიდით, რამეზე დაგპატიჟებთ, უბრალოდ ლამაზ კარგ სიტყვებს გეტყვით, აი ამ ადამიანს სჭირდება ის, რომ შეაქოთ რა კარგი ბიჭი ხარ, ну, თუ ხა გოგონები მიყურებთ ბიჭი ხარ, თუ ბიჭები მიყურებთ რა კარგი გოგო ხარ, ну, მოკლედ, თქვენი პარტნიორი შეაქოთ და უთხრათ, რომ როგორი მზრუნვალი ხარ, როგორი ყურადღებიანი ხარ, თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯი კი დაუფასეთ, შეაქეთ, აი ტაში დაუკარით მის მოქმედებებს. ეს არის რაც მას სჭირდება და თითქოს ცოტათი ამისი დეფიციტი აქვს. აი მისი გადმოსახედიდან ვამბობ. ნახეთ, მე არ ვამბობ რომ თქვენ ან არაქებთ, ან მხარს არ უჭერთ, უბრალოდ მას სჭირდება ცოტა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა, რომ უფრო კიდევ მეტი გააკეთოს თქვენთვის და უფრო კიდევ მეტი სითბო და სიყვარული შემოიტანოს აი ამ ურთიერთობაში. მოქმედებები იქნება არაჩვეულებრივი. ელოდეთ მისგან მატერიალურ საჩუქრებს, ელოდეთ მისგან რომ ძალიან დიდ თბილ გრძნობებს და ემოციებს გამოხატავს თქვენს მიმართ. თუ ახლა ისეთი ადამიანები მიყურებთ, ვისაც აი ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა, ხო? გრძნობებში გამოგიხდებათ ეს ადამიანი, ხოლო ვინცაც უკვე მომწიფებული გაქვთ ესეთი სიტუაცია, აი დასაწყისს აღნიშნე რომ მოქმედება შეიძლება იყოს, რომ აი ხელის თხოვნის ამბავი არის რა და უმეტესობა ვინც ალბათ მიყურებთ, აი ეს დაოჯახების ამბავი გექნებათ და აბა მე შემატყობინეთ კომენტარების სახით. ან უბრალოდ მომწერეთ, როგორ ჩავივლით თქვენთვის ეს ნოემბრის თვე, იმიტომ რომ აი დაოჯახება ჩანს, სიყვარული ჩანს, რაღაცა დიდი თბილი ტკბილი ემოციების შემოსვლა ჩანს. ეს ადამიანი მოიმოქმედებს ძალიან ბევრს და კარგს თქვენთვის. რაც შეეხება დაბრკოლებას. დაბრკოლება, აი ხა აქ რო გითხრათ რაიმე დიდი დაბრკოლება შემოდის, მეთქი ანუ ვერ ვხედავ, ცოტა უფრო მეტად ისიამოვნებთ ამ ურთიერთობით, ცოტა უფრო მეტად დალაგდებით, ანუ აი არ მოდის აქ დაბრკოლება, შეიძლება იყოს ძალიან მცირედი უსიამოვნო გამოწვევები, რის მოგვარება და დალაგებაც იქნება. ფაქტურად აი თავისუფლად ძალიან კარგი გაშლას და შემიძლია თქვა, რომ დიდი დაბრკოლებები და ნეგატივები აქ არ არსებობს. ერთადერთი ის არის, რომ შეიძლება თქვენს პარტნიორს უფრო მეტად უნდოდეს და ეჩქარებოდეს ეს დაოჯახების ამბავი, ან უბრალოდ ურთიერთობის გაოფიციალურობა და თქვენ ამაზე სულ ცოტა ორჭაფობდეთ. ან რაღაცა კონკრეტული გარემოებების გამო ამ თვეში მაინც და მაინც არ გინდოდეთ ეს დაოჯახების ამბავი. ну, რაც არ უნდა იყოს, დაბრკოლება აქ ეხა რო თქვა რაიმე საგანგაშო თქვა, ნამდვილად არ მოდის. რაც შეეხება კავშირის გამყარება, როგორ შეგიძლიათ და ნახეთ, როგორი კარგად სინთეზირდა ეს ორი არკანი ერთმანეთთან. კავშირის გამყარება ის არის, რომ მოეფერეთ, ჩაიხუტეთ, შეაქეთ, მხარი დაუჭირეთ ამ ადამიანს, რასაც გააკეთებს და თქვენი ერთი თბილი სიტყვა საკმარისი არის, რომ მე ესე როგორც აი თავზე ხელის გადასმა ისე ესიამონება ამ ადამიანს, რომ რასაც ეთქვით, ყველაფერს შეგისრულებთ. ანუ რეალურად ეს არის რა, რაც შეგიძლიათ, რითაც შეგიძლიათ, რომ კავშირი გამყაროთ, რომ ის რასაც გააკეთებს თქვენთვის, დაუფასოთ, ანუ ეს მოდის რეალურად აქ და შეაქოთ. მოკლედ ამ ადამიანს სწორია თქვენგან შექება, მეტი და მეტი შექება. ზოგადად მდგომარეობის განვითარებას მე ნეგატიურად ვერ ვხედავ, შეიძლება იყოს პატარა უკმაყოფილებები თქვენი მხრიდან, მაგრამ არაფერი საგანგაშო. ეგ უკმაყოფილებებიც მოდის იცით რაზე, რომ აი რაღაც რო გინდათ და თქვენც რო ვერ ხვდებით რა გინდათ. რა ცოტა აი ესეთი ემოციები შეიძლება წამოვიდეს. აქ რაიმე უკმაყოფილება, აქ რაიმე სირთულე, არაფერი არ მოდის. მეორე ვარიანტი სამჩობო, აი ძალიან კარგი თვე იქნება თქვენთვის და მოკლედ გავაგებინეთ და შემოტყობინეთ მეც, ხო? მშვენიერი განვითარებები და დალაგებები არის. უბრალოდ შეიძლება პატარა უკმაყოფილებები გქონდეს და აი სულ არაფრის გამო, უფრო ამას ვთქვა, არაფრის საგანგაშო არ გვაქვს აქ. ეს იყო მეორე ვარიანტი და მე ახლა გადავალ მესამე ვარიანტის წაკითხვაზე. ნახოთ აბა ჩვენ აქ რა გვიფიქსირდება. მესამე ვარიანტის ამორჩევლება, ისე იმედი მოგვს, რომ ყველა არკანი კარგად და გაქციათ ჩანს და დავიწყოთ მოკლედ. ურთიერთობის სიგნიფიკატორი მიმანიშნებს იმაზე, რომ ცოტათი რთული დაძაბული თვე იქნება თქვენთვის, აი გაჩერებული იქნება სიტუაციები აქ.
ალბათ უმეტესობა თქვენთაგანი ვინც მიყურებთ, პრობლემები არის ამ ურთიერთობაში, დაძაბული სიტუაცია არის, რომელიც დღეს არ შექმნილა, რომელიც შექმნილი არის უკვე დიდი დრო არის და აი წნეხში არის ეს ურთიერთობა. შესაბამისად, მე ვქარ ვიტყვი, რომ ახლა ამ ურთიერთობაში რაიმე დიდი დადებითი სიახლეები შემოდის, ანუ სიგნიფიკატორს მიმანიშნებს, რომ აი გაჩერებული იქნება მდგომარეობა. რაც აქამდე ხდებოდა, ისევ შეიძლება გაგრძელდეს მდგომარეობა. რა სჭირდება ამ ადამიანს? ეხლა ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი მდგომარეობას, რა მდგომარეობაც არის ურთიერთობაში და ზოგადად აღიქواس, რომ ძალიან ცუდად არის, არ შეუძლია, აბა რა როგორ გამოასწოროს, ანუ წუწუნებს რა ეს ადამიანი და რა სჭირდება ისიც რომ უთხრათ, რომ აი კი, შენ ყველაფერში მართალი ხარ და აბა მართლა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. სადაც манипуляტორი არის, მოკლედ, მესამე ვარიანტი, სამომრჩევლობა თქვენი პარტნიორი. და რას გვეცნობ აქ? ხო, ანუ აი ის მომენტი აქ რეალურად აქ ამ ადამიანს, რომ როგორ თქვა, თითქოს სირთულე არის და ამ სირთულეში გამოსავლის პოვნა კი არ უნდა, რომ აი თავზე ხელის გადასმოდა, რომ კი სირთულე არის და აბა შენ რისი გაკეთება შეგიძლია, არა და ადამიანი უფრო მეტად მძაფრებში ხედავს იმ მდგომარეობებს და სიტუაციებს, რაც რეალურად არის, რაც როგორც არის და ნუ მოკლედ აქ მოდის აი ხელოვნურად ატრაგიკულებს და ამძაფრებს მდგომარეობას. და რეალურად ხო, ანუ აქ თქვენგან ისჭირდება, რომ აი თავზე ხელი გადაუსვათ და უთხრათ, რომ აი არა უშავს, ხო ესეთი სირთულე არის და აბა მართლა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. აი ამას მოითხოვს ახლა ეს ადამიანი. მოქმედება, მოქმედებით უცებ გამოჩნდება და მე უცებ გაქრება, როგორ უცებაც მოვა. დიდი მყარი მოქმედებები არ დგას, აქ აი ხასიათების მიხედვით იქნება მისი მოქმედებები. დღეს თუ ხასიათია გამოჩნდება და გელაპარაკებად, მეორე დღე შეიძლება ძალიან საერთოდ გაქრეს, მესამე დღე შეიძლება ძალიან ნეგატიური ემოციებით მოვიდეს. აი ესე იმერყევებს მთლიანი ეს ერთი თვე ეს ადამიანი რეალურად აქ. მთავარი დაბრკოლება იქნება, რომ თავის ხასიათებს გამოავლენს. უმეტესობას უკვე გეცოდინებათ მისი ხასიათი, აი ხასიათი, რომელიც არის ძალიან ჯიუტი, რთული, ნეგატიური. მოკლედ, ვერ ვხედავ აქ მთლად დალგებულ სიტუაციას, იმას რა გითხრათ, მესამე ვარიანტის ამორჩოლება გამოვლენს იმას, რომ აი მე მთავარია, მე ვიყო კარგად და შენ როგორ იქნები და რას იგრძნობ ამ ურთიერთობაში, საერთოდ არ მაინტერესებს და ეს ორი არგანი სწორ სინთეზში მოდის რეალურად აქ. რომ თითქოს აი ხელოვნურად არ რთულებს ამ სიტუაციას და თან აი გამოსავალიც არ ვიცი რა არის და რა ვქნა და რა გავაკეთო და არც ცდილობს რომ ეს ყველაფერი მოაგვაროს. რაც შეეხება ზოგადად ამ დაბრკოლებას სწორედ ეგ არის, რომ ანუ არაფერს არ გააკეთებს და მარტო დარჩენას აპირებს და თქვენ თუ რამეს მოიმოქმედეთ ხომ კარგი და თვითონ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. კავშირის გამყარებაზე ამოვიდა, ესეც საინტერესო რამ, რომ ცოტა უფრო მეტი თქვენი თავზე იფიქრეთ, არ არის აუცილებელი, რომ ამ ურთიერთობაში ჩადოთ თქვენი ძვირფასი რესურსი, იმიტომ რომ აი უკვე ყველაფერი გააკეთეთ და კიდევ მეტი რაღა უნდა გააკეთოთ ამ ურთიერთობისთვის, რაც უფრო მეტად განაგრძობთ თქვენი რესურსის ჩადებას ამ ურთიერთობაში და ამ ურთიერთობაში პრობლემების დაალგებას, მით უფრო მეტად ეს ადამიანი თავის თავზე ორიენტირდება და საერთოდ არ იზავს იმას, რომ თვითონ მოაგვაროს რაიმე დაბრკოლება ამ პრობლემა ურთიერთობაში. გაგრძელებას რეალურად ხედავ, რომ ნოემბრის თვე იქნება ცოტათი რთული და შეიძლება ზოგიერთის თქვენთაგანისთვის ურთიერთობის საბოლოო დასრულება და წერტილის დასმაც გამოიწვიოს. ბევრისთვის ახლა ეს უკვე სინთეზშიც იქნება და ანუ ეს უცაბედად არ მოხდება, რომ ნოემბერში აიგიოს ყველაფერი, აი უკვე დიდი ხანია, შეიძლება არეული არის სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში ცოტა აქ უფრო ხედა ურთიერთობის ჩამოშლას და დასრულებას, მაგრამ ერთადერთი კარგი აქ რაც მოდის, თითქოს თქვენს გჭირდებათ კიდევაც რა, ბევრი ნეგატიური ამბისგან განთავისუფლდებით. ახლა შეიძლება არ მოგეწონათ ეს ჩემი სიტყვები, მაგრამ აი ეს მოდის აქ, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი манипуляტორი და მასთან დიდხანს ურთიერთობის გაგრძელება თქვენ გამოგფიტავს. უფრო დასასრულს ხედავ ნოემბრის თვეში აი ამ ურთიერთობის აწყვეტას. აბსოლუტურად მოდის ეს. და დამიწერეთ აბა მესამე ვარიანტის ამორჩელებო, რა როგორ რეზონირდება თქვენთვის, ხო? მოდი ახლა გავშალოთ მეოთხე ვარიანტის ამორჩევლებისთვის, როგორი იქნება ეს თვე რა ხდება ნოემბრის თვეში თქვენთვის. მოკლედ. ურთიერთობის სიგნიფიკატორი გვეუბნება იმას, რომ აი თვე დაიწყება დაძაბულობით, კამათით, უკმაყოფილობებით. ეს უკმაყოფილობები იქნება როგორც დაიწყება, ესევე გაგრძელდება თვე. მე ვერ ხედავ რომ რაღაცები შეიცვალოს და დაალაგდეს. საკმაოდ კარმული და ჩახლართული ურთიერთობა არის.
მეოთხე ვარიანტი სამომშორებლო თქვენთვის ეს როგორ ჩანს რაც შეეხება ის რომ გითხრათ რა სიგნიფიკატორი რამე კარგისკენ მიმონიშნებს ეს ხმლებს ვერ ვიტყვი რომ რამე კარგი საწინდარი არის პირთაი დაძაბულობა უკმაყოფილება რაღაცა სიცივე ერთმანეთის მიმართი და სითბოს გამოხატვის ამბებიც არ გვექნება რაც შეეხება რა სჭირდება თქვენგან პარტნიორს განთავისუფლება მოდის ან წასვლა მოდის შეიძლება ის რომ ან მისგან წახვიდეთ ან თვითონ რომ წავიდეს ამ ურთიერთობიდან რაღაცა წყვეტა უნდა თითქოს აქ უფრო ურთიერთობის და მდგომარეობის აი ესეთი რა მოდის აქ რაც შეეხება მოქმედება თუ ეხლა არ გაქვთ მასთან კომუნიკაცია იცოდეთ რომ მოbrunდება ეს ადამიანი რაღაც მისი მოbrunება იქნება რომ მოვა და თან წავა და წერტილს დაუსვავს სიტუაციას რეალურად აქ აქტიურ მოქმედებებს რო ურთიერთობა განავითაროს და ურთიერთობა დაალაგოს ამას ნამდვილად ვერ ვხედავ უფრო მეტად რთულ მძაფრ მდგომარეობას ვხედავ აქ ამ შემთხვევაში და ვერ ვხედავ რამე დაალგებულ სიტუაციას ეს ადამიანი მოდის თქვენთან იმ იდეით რომ აი ეს ორი არკანი რო ერთმანეთს დაუკავშირო ან რაღაცა გაწყვეტოს ურთიერთობა ან გაწყვეტოს კავშირი რაც შეეხება, მთავარი დაბრკოლება არის ის, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ ურთიერთობაში რაღაცები აირია, აქ არის ბევრი ტყუილი, ბევრი დაპირისპირება, ბევრი ჩახლართული სიტუაცია და სწორედ ეგ არის გამოწვევა, რომ ამ ყველაფერს არ უნდა გაუმკლავდეს ურთიერთობა, ან ვერ უნდა გაუმკლავდეს და რაღაცებს წერტილი უნდა დაესვას. და ამ არკანების ქვეშ უფრო ეგ მოდის, რომ აი ვერ უმკლავდება ურთიერთობა იმ წინაღობებს, რა წინაღობებით შემოხვდა, რა წინაღობებით მოვიდა თქვენამდე. რაც შეეხება თქვენი მხრიდან რა რესურსის ჩადება იქნება საჭირო, ანუ აღარაფრის, ანუ ძალიან დიდი თუ არის ჩადეთ უკვე ამ ურთიერთობაში რესურსი, ამ კავშირს ვეღარანაირად ვეღარ გამყარებთ, იყო მდგომარეობები, რაც უნდა აქამდე გამყარებული ყვანეს, უნდა ჩამოშლილიყო და თითქოს აქამდე მივიდა თქვენი ურთიერთობა. ზოგადად განვითარებაში ეს არის ვერ ვხედავ ეხლა მე ამ არკანებიდან გამომდინარე, რომ რაიმე დადებითი განვითარება იყოს, ეს არის უკვე დიდი სირთულე. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი უკვე მიყვებით, ვისაც ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს და დამთავრებული აქვს, ან თუ უბრალოდ გაწყვეტილი არ არის, უბრალოდ ეს ნომრის თქმა იქნება, რომ რაღაცები შეწყდება ამ ურთიერთობაში, კავშირები. ასე რომ განვითარებაც, არ მოდის აქ რეალურად თითქოს რაღაცის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ვერ ვხედავ აქ რომ რაიმები დაალაგდეს და გამოსწორდეს, ცოტათი რთული თქმა იქნება, მოკლედ ნოემბრის თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის უფრო რაღაცა კავშირების წყვეტა ჩანს რეალურად აქ. და აბა დამიწერეთ რამდენად რეზონირდა ეს ვარიანტი თქვენთვის. და ჩვენ გვაქვს ბოლო მეხუთე ვარიანტი და ნახოთ ახლა აქ ესე გავშალოთ არკანები. რას გვეტყვიან ხომ? ბოლო მეხუთე ვარიანტის ამომრჩევლება დავიწყოთ თქვენთვის წაკითხვა. მოკლედ, მეხუთე ვარიანტის სამომრჩევლება გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი თვა იქნება ნოემბრის თვე თქვენთვის, იმიტომ რომ სიგნიფიკატორი არის 6-იანი თასების და ეს არის ძალიან დიდი მზრუნველობის, სითბოს, სიყვარულის, ახალი სასიამოვნო ემოციების შეტანის არკანი. თუ ეს ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ძალიან გაგახარებთ, სასიამოვნო ემოციებში გამყოფებთ, ხოლო მათ ვისაც ეს ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გაქვთ, ძალიან დიდი მზრუნველობა, ყურადღება, სიყვარულს გამოიჩენს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ნოემბრის თვე იქნება ძალიან აქტიური, სასიამოვნო, მშვიდი ტკბილი ემოციები შემოდის რეალურად თქვენთან მიმართებით. სიგნიფიკატორი გვაქვს არაჩვეულებრივი. რაც შეეხება რა სჭირდება პარტნიორს თქვენი მხრიდან? თქვენი მხრიდან სჭირდება რომ გაუზიაროთ ემოციები, სიყვარული, დაანახოთ როგორი მნიშვნელოვანი არის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ის რომ თქვენც გაქვთ რეალურად მის მიმართ ემოციური განწყობები და ემოციები. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ემოციების გაზიარება სჭირდება მას, ემოციური მხარდაჭერა სჭირდება თქვენი მხრიდან და დადებითი ესე ვთქვათ, აი ემოციური გახსნილობა დარწმუნდეს უნდა ეს ადამიანი რომ თქვენც რეალურად სერიოზული განწყობები გამეძრავებთ მის მიმართ. და რაღაცა უფრო მეტად რომ გააქტიურდეთ ურთიერთობაში. რაც შეეხება უშუალოდ მის მოქმედებებს, მოქმედებები ჩანს რომ აი რაღაცა არ მოიტყვა ამ ადამიანმა, ან რაღაცა დაგიმალათ და აი ამის გამოსწორება შეიძლება. დამტკიცებას შეიძლება ვთქვათ, აი არამხოლოდ სიტყვა, რაც საქმითაც თითქოს დაგანახებთ ეს ადამიანი, ის რაც მოვიტყვა, ის რაც გითხარი, ამაში შევცდი და მოდი ეს ყველაფერი დავტოვოთ წარსულში. უმოქმედობა არ ჩანს, უბრალოდ რაღაცა უსიამოვნო ფაქტთან დაკავშირებით იქნება ის უსიამოვნო ფაქტი იქნება ბიძგი იმისა, რომ რაღაცებში გააქტიურდეს, რაღაცებში მოქმედებები განახორციელოს. რაც შეეხება მთავარი გამოწვევა, ნახეთ, ეს ორი სინთეზში მოდის ის, რომ რა პრობლემაც ჰქონდათ, სწორედ ამის გადაჭრა და მოგვარება იქნება თქვენთვის
გამოწვევა, ესე რომ ვთქვათ, ურთიერთობაში დაბრკოლება, ხო, აი რაც შევხვდათ, დაბრკოლება, სწორედ ეს ყველაფერი მოგიყვარდებათ, დაგილაგდებათ. ხმლები ზოგადად არის რაიმე დასასრული რაღაცის გადაჭრა, პრობლემის მოგვარება და სწორედ ეს ამას გვიჩვენებს, რომ რაღაცა პატარა დაძაბულობა იყო, ან ტყვილი იყო, ან გაუგებრობა იყო, უსიამოვნო საკითხი იყო და ამის სწორედ მოგვარება, დალაგება იკვეთება თქვენთან მიმართებით. ეს მოდის რეალურად აქ. რაც შეეხება როგორ შეგიძლიათ კავშირის გამყარება სიყვარულის გამოვლენით. ნახეთ, ეს როგორი ლამაზი არკანია, ძალიან მიყვარს სხვა შორის ეს არკანი. სიყვარულის გაზიარებით, სითბოს გაზიარებით, დაანახეთ ამ ადამიანს, როგორ გიყვართ, როგორი მნიშვნელოვანია თქვენ ცხოვრებაში, რა გინდათ ამ ურთიერთობისგან, როგორ გინდათ რაღაცა სასიამოვნო სიტუაციები და დეითები, ესე რომ ვთქვათ, მოუწყეთ თქვენს ურთიერთობას და თქვენს თავებს, ну, მოკლედ, სიყვარულის გაზიარება იქნება რეალურად თქვენთვის, რაც დაგეხმარებათ, რომ უფრო მეტად მე დაგატკბებთ ამ ადამიანმა, უფრო მეტად დადებით ემოციებში გამყოფოთ, იყავით, აი გახსენით გული და იყავით თავისუფლად და კომფორტულად აი ამ ნოემბრის თვეში. განვითარება გვაქვს არაჩვეულებრივი, ძალიან კმაყოფილი დარჩებით, აი არკანზეც ჩანს, ძალიან კმაყოფილი დარჩებით, განვითარებული მოვლენებით, ძალიან ესე რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის ეს 1 ნოემბრის თვე და ძალიან კარგი საწყისები იქნება, რომ მე უფრო მეტ დიდ სიმყარეში და კიდევ უფრო მეტ სერიოზულ ამბებში გადახვიდეთ. ასე რომ ისიამოვნებთ აი ამ ნოემბრის თვით, არაჩვეულებრივი თვე იქნება თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობისათვის. ну, მოკლედ, ძალიან კარგი იყო ეს მეხუთე ვარიანტი და დამიწერთ აბა მეხუთე ვარიანტის ამორჩევა, რამდენად და როგორ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც მომისმინეთ, ვინც დარჩით ბოლომდე და კიდევ ბედნიერ ამ 1 ნოემბრის თვეს გისურვებთ, ახლა რადგან ნოემბრის თვეზე გვაქვს გაშლა, ბედნიერ ნოემბერს გისურვებთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.